მიურბი ვარ რომ ბატონ დანიელი გამოვიყვანო სკოლიდან მე საღუში მივიყვანო ვაჭამო და ცოტა ვახსოვ აგვიანებ ხო და საათია არა უნდა დავურეკო და თამარს უნდა დავურეკო და რო დამეხმარს გამოყვანაში ეგ თანს ვეხმარებოდი მოკლედ და გვიან გამოვედი დაგიბრუნდებით არ უნდა დამავიწყდეს ეს აუცილებლად უნდა გითხრათ ერთმა გაახაროს ეს გოგო გამოვიყვანო და სახლში წაიყვანს და მეც მივალ და რისი თქმა მინდა და ეხლა როგორც იცით მე ადამიანებს უკვე ისე ვეღარ ხედავ ენერგიებს და ასე ხედავთ ღმერთი რა ვიცი რაც გინდათ ის დაახვით თქვენ მაღალი მე ღმერთი სამყარო რისიც თქვენ გწამთ სულ ერთია ყველაფერი მაინც ერთი არის ყველაფერი უპირობო სიყვარულია და ნახეთ ხედავთ როგორც ენერგიებს აი თუ არ მოგწონთ თქვენი ცხოვრება თუ არ მოგწონთ თქვენი სამსახური თუ არ მოგწონთ არ ვიცი ისეთ პარტნიორულ ურთიერთობაში ხართ ანუ რა არ მოგწონთ ასე კი არ იწუწუნეთ შეიცვალეთ სხვა კი არ შეცვალოთ თქვენ თავად შეიცვალეთ და ის რა ენერგიისაც იქნებით ანალოგიური გექნებათ ყველაფერი ნახეთ ვუყურებ ახლა მეტროში ადამიანებს და ხვდები ვინც სად მუშაობს, ვინც რა ცხოვრება აქვს, ვის რა ტკივილი აქვს. წარმოგიდგენთ მე ჩვეულებრივ მოკვდავი ადამიანი ხვდები და ღმერთი როგორ აღგიქვავთ თქვენ წარმოგიდგენიათ, ანუ მილიარდჯერ უფრო მეტად გაშიფრული ხართ თხემი და ტერფამდე და შესაბამისად ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ცუდად, იმიტომ კი არ ხართ რომ ვინმე არის დამნაშავე და ვის არის ცუდი და არა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ამ ყველაფერში. ანუ ხვდები, აი თუნდაც მაგალითად აი არიან ადამიანები არ უყვართ სახლის დალაგება. იმასაც კი ხვდები. აი ეგრევე ხვდები რას როგორ სახლში ცხოვრობს. გესმით სუფთაში, ეგრევე ვხედავ ყველაფერს და შესაბამისად როგორი სახლიც აქვს, იგივე სხეული წარმომადგენელი იქნება და ასე შეიძლება ბრენდებით იყოს ადამიანი წარმოდგენილი და ასე შემდეგ. თუმცა ხა ყველაფერი რა ჭკვინავს ოქრო არ არის ჩემო კარგო. ოქრო თავიდან საერთოდ არ ჭკვინავს სხვათა შორის. უნდა გაწმინდო და ასე შემდეგ ბრილიანტ რამხელა გადამუშავება ჭირდება რომ ასეთი მივიღოთ. ყველაფერი სიდია და დამალული არის. ამიტომ ვინც ჭკვინავს ბრენდებში და რაღაცა ესე იგი სიცარიელეს ასე ივსებს, ესე იგი ცარიელი არის, ესე იგი თავი არაფრად არ მიაჩნია და ამიტომ ცდილობს რომ გარედან აგერ აბაშენი სახლის ერთი ვიყიდე, მანქანა ვიყიდე, 2-3 ვერ გავძეხი, იმიტომ რომ მინდა ეს სიცარიელე რამენაირად შევასო და ვერ შეავსებ გარედან. შიგნით არის ყველაფერი, შენ თუ შენში ღმერთი მაშინ დაწყნარები, როდესაც ღმერთს იპოვი შენში, მიდიხარ ეკლესიაში, ანთებ, უფრო ცუდად ხდები, რატო? იმიტომ რომ გონია რომ იქ არის ღმერთი და არის, აქ არის ჩემო კარგო. შენში არის ჯერ იპოვე და მერე წადი, უფრო მშვიდად იქნები. აქედან გამომდინარე, იცოდეთ. აუ, რა ვიბრაცია, ვიბრირებთ, აგერ ვუყურებ ამ კაცს ზუსტად ვიცი ახლა რა ხდება მასში. და წარმოიდგინე ღმერთმა განმეორდები 10,000 მილიარდჯერ უფრო კარგად არის იცის და შესაბამისად ვინმე კი არ არის თქვენი წინააღმდეგი. თქვენ თვითონ რა ვიბრაციას ეცხათ, იგივე გაქვთ ცხოვრება, იგივე გაქვთ ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრებაც და თქვენ ხართ ცუდით და კარგით. გესმით? აი ყველაფერი, რამდენჯერ თქვი ეს ყველაფერი. მაგრამ ასე არის. ამიტომ რამე თუ არ მოგწონთ, ან ვინმე თუ არ მოგწონთ, იმას კი უნდა დაეტაკოთ, რამდენჯერ მithქვამთ და კიდევ ვიტყვით. თქვენი შეცვალეთ თქვენში, თქვენი სამყარო შეცვალეთ, შეიცვალეთ და შეიცვლება გარემო თქვენს ირგვლივ. განთავისუფლდებით. აი ამის თქმა მინდოდა რა. მეტად ჩემი თვალებით ხედავდეთ ერთხელ ყველაფერს. ნეტა როგორ გაგიადვილდებოდათ რომ ეს ცხოვრება როგორ მიაენდობოდით ღმერთს, გაშლიდით ფრთებს, დამშვიდდებოდით. ამიტომ მუშაობ ამდენი ხანია ჩემ თავზე. რამე ხალისება ყველაზე რთული, ყველაზე ტკივილიანი ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა. გარეთ მოეძებთ, თქვენშია ღმერთი. აბა დროებით.